გავაგრძელოთ მერვე საკითხიდან, საგამოცდო ტესტის მერვე საკითხს ვიხილავთ, ეს არის ჰორიზონტალური და ვერტიკალური ასიმპტოტები. მოცემული არის ასეთი ფუნქცია გექნებათ მოცემული წილადის სახით და უნდა ვიპოვოთ ჰორიზონტალური და ვერტიკალური ასიმპტოტები. ჯერ მოდი ჰორიზონტალური ასიმპტოტი ვიპოვოთ. ჰორიზონტალური ასიმპტოტი რომ ვიპოვოთ, უნდა გამოვთვალოთ მოცემული ფუნქციის ზღვარი, როცა x-ი მიისწრაფის უსასრულობისაკენ მოცემული ფუნქციიდან. ამ შემთხვევაში ზღვრის გამოთვლა ჩვენ ეფექტურად ვიცით, მხოლოდ უფროს წევრს დავიტოვებთ მრიცხველიდან 2x კვადრატს, ასევე მნიშვნელიდან x კვადრატი, x კვადრატები შეიკვეცება და ღებულობთ 2-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰორიზონტალური ასიმპტოტი y-ს გადაკვეთს 2-ში და აქედან გამომდინარე ჰორიზონტალური ასიმპტოტია y უდრის 2-ს. ახლა გადავიდეთ ვერტიკალური ასიმპტოტების პოვნაზე. ვერტიკალური ასიმპტოტები, როგორც ცნობილია, გაივლის წვეტის წერტილებში, ოღონდ ყველა წვეტის წერტილში არა, ისეთ წვეტის წერტილში, სადაც გვაქვს უსასრულო წვეტა, ანუ წვეტის წერტილში თუ ზღვარი არის უსასრულოდ დიდი. ამისათვის პირველ რიგში ბუნებრივია წვეტის წერტილებს პოულობთ, ვიცით უკვე როგორ უნდა გამოვთვალოთ წილადისთვის წვეტის წერტილები, მნიშვნელი და გავუტოლოთ 0-ს, ამოხსნით კვადრატული განტოლებას. ორი ფესვი აქვს, x-ი 1 უდრის 1 და x2 უდრის 4, ესე იგი ორი წვეტის წერტილი გვაქვს და ორივეში შევამოწმოთ, ორივე წერტილში შევამოწმოთ გადის თუ არა ამ წერტილებში ვერტიკალური ასიმპტოტები. ჯერ მოდი შევამოწმოთ წერტილი 1, როცა x-ი უდრის 1-ს. ანუ ამისათვის გამოვთვალოთ მოცემული ფუნქციის ზღვარი, როცა x-ი მიისწრაფის 1-ისაკენ, 2x კვადრატ პლუს x მინუს 3 შეფარებული x კვადრატი მინუს 5x პლუს 4. ჩავსვათ ზღვარი რო გამოვთვალოთ, პირველ რიგში უნდა ჩავსვათ x-ის ნაცვლად ის რიცხვი, საითაც მიისწრაფის x. ჩავსვამთ 1-ს და აღმოჩნდება, რომ რიცხველშიდაც 0 აღმოჩნდება და მნიშვნელშიდაც 0. ესე იგი საქმე გვაქვს განუსაზღვრელობასთან. პრინციპში შეგიძლიათ აქ გაჩერდეთ და თქვათ, რომ როცა x-ი უდრის 1-ს არ არის ვერტიკალური ასიმპტოტი, თუმცა შეიძლება ბოლომდე მიიყვანოთ ამ ზღვარის გამოთვლა, როცა განუსაზღვრელობა გვაქვს, ზღვარი რო გამოვთვალოთ, მრიცხველიც უნდა გავაწარმოოთ და მნიშვნელიც. მრიცხველის წარმოებული არის 4x პლუს 1, მნიშვნელის 2x მინუს 5. ახლა გადავიდეთ ზღვარში, x-ის ნაცვლად 1 თუ ჩავსვათ, მივიღებთ 5 შეფარდებული მინუს 3-თან, ლოპიტალის წესით გამოვთვალეთ ეს ზღვარი და ეს ნიშნავს იმას, რომ x-ი უდრის 1 არ არის ვერტიკალური ასიმპტოტი. როგორც ვიცით, უნდა მიგვეღო ზღვარი უსასრულოდ დიდი. ახლა ვნახოთ მეორე წვეტის წერტილი, როცა x-ი უდრის 4-ს. ანუ გამოვთვალოთ ზღვარი, როცა x-ი მიისწრაფის 4-ისაკენ. თუ გადავალთ ზღვარში, x-ის მაგივრად ჩავსვამთ 4-ს, აქ იქნება x-ის მაგივრად 4 თუ ჩავსვამთ 4-ის კვადრატი 16, 16 ჯერ 2 22 პლუს 4 და მინუს 3. მნიშვნელში ჩასმა აღარ გჭირდება, ისედაც ვიცით, რომ 4 არის ამის ფესვი და ამიტომ აქ 0-ს ვღებულობთ წინასწარ ვიცით უკვე. ესე იგი, ვღებულობთ რიცხვებში 0 აღარ მიიღება, ესე იგი რიცხვი არის, რიცხვი რომ 0-ზე შევაფარდოთ, ანუ უბრალოდ უსასრულოდ მცირეზე, ეს იძლევა უსასრულოდ დიდს, ანუ ზღვარი არის უსასრულობა და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ვერტიკალური ასიმპტოტია x-ი უდრის 4-ს. მოიცადე მე ორივე ასიმპტოტი ვიპოვეთ, ჰორიზონტალური ასიმპტოტი y-ი უდრის 2-ს და ვერტიკალური ასიმპტოტი არის x-ი უდრის 4-ს. კიდევ ერთი ამოცანა განვიხილოთ ჰორიზონტალური და ვერტიკალური ასიმპტოტთან დაკავშირებით. ჯერ ჰორიზონტალური ასიმპტოტი ვიპოვოთ, ამისათვის
მოცემული ფუნქციის ზღვარი გამოვთვალოთ, როცა x-ი უსასრულებისკენ მიისწრაფის. აქაც უფროსი წევრები დავიტოვოთ და ეფექტურად ვიპოვეთ სრობს ზღვარი 4-ის ტოლია, ესე იგი ჰორიზონტალური ასიმპტოტია y უდრის 4-ს. ეხლა ვერტიკალური ასიმპტოტებისთვის წვეტის წერტილები გვჭირდება. გაუტოლეთ მნიშვნელი 0-ს, ფესვები იქნება 2 და -5, აქ შეგიძლიათ პირდაპირ ჩაწეროთ ფესვები ვიეტას ფორმულით, თუ მიხვდებით ვიეტას ფორმულით, როგორ შეიძლება მიხვდეთ, ფესვების ნამრავლი -10 უნდა იყოს და ფესვების ჯამი -3. მართლაც 2 და -5-ის ნამრავლი -10-ია, ჯამი კიდევ -3. ახლა შევამოწმოთ თითოეულ მათგანში ზღვარი რა იქნება, x-ი როცა 2-ისკენ მიისწრაფის, მოცემული ფუნქციაში თუ ზღვარში გადავალთ, მივიღებთ 14 შეფარდებულ 0-თან, ანუ უსასრულოდ დიდია. ესე იგი, როცა x-ი უდრის 2-ს, ამ წერტილში ვერტიკალური ასიმპტოტი გაივლის და x-ი უდრის 2-ს იქნება ვერტიკალური ასიმპტოტი. მოდი შევამოწმოთ მეორე წერტილიც, x-ი როცა -5-ს უდრის, ანუ გამოვთვალოთ ზღვარი, როცა x-ი მიისწრაფის -5-ისაკენ. აქ თუ x-ის მაგივრად -5 ჩავსვავთ ღებულობთ 105 შეფარდებულ 0-თან, აქაც უსასრულოდ დიდი არის, ესე იგი მოცემულ ფუნქციას აქვს 2 ცალი ვერტიკალური ასიმპტოტი, x-ი უდრის 2-ს და x-ი უდრის -5-ს. ესე იგი 2 ვერტიკალური ასიმპტოტი აქვს და 1-იც ჰორიზონტალური. ეს იყო მერვე საკითხი. მეცხრე საკითხად თქვენ გექნებათ ფუნქციის ამოზნექილობისა და ჩაზნექილობის შუალედებისა და გადაღუნვის წერტილის პოვნა. აქ ძირითადად 5 წევრი გექნებათ მოცემული და როგორც ვიცით, ამოზნექილობისა და ჩაზნექილობის დასადგენად გვჭირდება მეორე რიგის წარმოებული. ამიტომ მოცემული ფუნქცია გავაწარმოოთ ორჯერ. ჯერ პირველ რიგის წარმოებული იქნება 4x კუბი - 33x კვადრატი პლუს 30x პლუს 7. ახლა მეორე რიგის, ანუ წარმოებული კიდევ გავაწარმოოთ 12x კვადრატი - 66x პლუს 30. და ახლა მეორე რიგის წარმოებული უნდა გავუტოლოთ 0-ს და ამოხსნათ კვადრატული განტოლება, ჯერ აქ შევკვეცე 6-ზე და შემდეგ კვადრატული განტოლება ამოხსენი ამ შემთხვევაში დისკრიმინანტით. აქ ვიეტას ფორმულებით უფრო გაგიჭირდებათ. პოვნა რახან პირველი კოეფიციენტი არ არის 1-ის ტოლი და დისკრიმინანტის გამოყენება ჯობია. ფესვები აღმოჩნდება 1, 2 და 5, მოვნიშნოთ ღერძზე, აქაც 1, 2 და 5 და შუალედები გამოვყოთ თაღებით. აქაც ნიშნების დასადგენად ხელმძღვანელობთ მეორე რიგის წარმოებულის უფროსი წევრის მიხედვით, უფროსი წევრის ნიშანი არის დადებითი და მარჯვნიდან ვიწყებთ დადებითი ნიშნით და მარცხნისაკენ წავართ ნიშან მონაცვლეობით, პლუსი, მინუსი, პლუსი. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია პასუხები გავცეთ კითხვას, რაც იყო დასმული ამ ამოცანაში. პლუსი ნიშნავს ჩაზნექილობის შუალედს, ჩაზნექილობას მინუსი ამოზნექილობას. ესე იგი, ამოზნექილი არის 1/2-დან 5-მდე და ჩაზნექილია მინუს უსასრულოებიდან 1/2-მდე და 5-დან პლუს უსასრულობამდე. არ დაგავიწყდეთ გადაღუნვის წერტილების მითითებაც. გადაღუნვის წერტილებია x-ი უდრის 1/2 და x-ი უდრის 5-ს. გადაღუნვის წერტილები არის ის წერტილები, სადაც მეორე რიგის წარმოებული უბრალოდ ნიშანს იცვლის და მართლაც 1/2-შიდაც ხდება ნიშნის შეცვლა და 5-შიდაც ხდება ნიშნის მეორე რიგის წარმოებულის ნიშნის შეცვლა. კიდევ ერთი ამოცანა განვიხილოთ მეორე ამოზნექილობისა და ჩაზნექილობაზე. აქ ესეც დაკავშირებული არის ისევ იმ სიტუაციასთან, როცა სხვა ნიშანი ექნება უფროს წევრს, ანუ ამოზნექილობისა და ჩაზნექილობის შუალედების დასადგენად სხვა ნიშნები გვექნება. ნახოთ წარმოებული. წარმოებული არის 2 + 120x - 18x კვადრატი - 4x კუბი.
შემდეგ მიღებული წარმოებული კიდევ თუ გავაწარმოებთ, მივიღებთ 120 მინუს 36 მინუს 12x კვადრატი. შემდეგ გავუტოლოთ 0-ს, აქ მოგვიწევს ჯერ სტანდარტული სახით დალაგება ამ წევრების, შემდეგ ნიშნის შეცვლა და შეკვეცა, ნიშანი შევუცვალოთ და 12-ზე შევკვეცოთ, მივიღეთ x კვადრატი პლუს 3x მინუს 10 უდრის 0-ს. აქ შეიძლება ვიეტას ფორმულითაც გვეპოვნა ნამრავლი მინუს 10 უნდა იყოს და ჯამი მინუს 3, ადვილი გამოსაცნობი ეს არის მინუს 5 და 2. მოვნიშნოთ რიცხვით ღერძზე, თაღებით მოვნიშნოთ შუალედები და მეორე რიგის წარმოებულის უფროსი წევრი რახან უარყოფითია, მინუს 12x კვადრატია, მინუს ნიშნით ვიწყებთ მარჯვნიდან ნიშნების დაფიქსირებას, მინუსი, პლუსი, მინუსი და შემდეგ რახან მინუსი ამოზნექილს გვიჩვენებს, ესე იგი ამოზნექილია მინუს სასრულებიდან მინუს 5-მდე და 2-დან პლუს სასრულებამდე, ჩაზნექილი არის მინუს 5-დან 2-მდე. ხოლო გადაყუნვის წერტილები იქნება x უდრის მინუს 5 და x უდრის 2-ს. მეათე საკითხში გვაქვს ინტეგრალის გამოთვლა. ინტეგრალის გამოსათვლად ჩვენ ცხრილის გამოყენება გვჭირდება და ის ფაქტი, რომ ცხრილში რაც არის x-ის ნაცვლად ჩასმული არის წრფივი ფუნქცია. აი ვნახოთ 10x მინუს 3 ხარისხად 5 dx. აქ ვიყენებთ აი ამ ხარისხოვანი ფუნქციის ინტეგრების ფორმულას. x-ი ხარისხად n, აქ გვაქვს x-ის ხარისხის მაჩვენებელს 1 ემატება n პლუს 1 ხდება და გაყოფა n პლუს 1-დან. ოღონდ x-ის როლში გვაქვს წრფივი ფუნქცია ჩვენთან 10x მინუს 3. აქ კუთხური კოეფიციენტი, საკუთხო კოეფიციენტი არის 10. და როგორც ვიცით, ასეთ შემთხვევაში, როცა x-ის მაგივრად სვამთ 10x მინუს 3-ს, ფორმულა ბუნებრივია იგივენაირად გამოიყენება, უბრალოდ x-ი კი არ ადის აქ n პლუს 1 ხარისხში, 10x მინუს 3 ადის მე-6 ხარისხში, 5-ს რო 1 დავუმატოთ 6 არის და ისევე 6-თან უნდა შევაფარდოთ, მაგრამ დამატებით უნდა გამრავლდეს საკუთხო კოეფიციენტის შებრუნებულზე, 10-ის შებრუნებული არის 1/1000. ესე იგი იგივე ფორმულა გამოვიყენეთ თითქმის. უბრალოდ აქ x-ის ნაცვლად ქონდა 10x მინუს 3, n-ის ნაცვლად იყო 5. 10x მინუს 3 უცვლად გადადის, ხარისხის მაჩვენებელს 1 დაემატე და 5-ის ნაცვლად 6 დავწერეთ, შევაფარდეთ 6-ზე და შესწორების სახით კიდევ გავამრავლეთ საკუთხო კოეფიციენტის შებრუნებულზე. მეორე ვარიანტი რა იქნება? მეორე ვარიანტში გვაქვს ასეთი ფუნქცია 5 შეფარდებული 3x მინუს 1. როგორც ვიცით, 5 ინტეგრალის წინ გადის, აი გავიტანეთ ინტეგრალის წინ და გვჩება 1 შეფარდებული 3x მინუს 1-თან, ოღონდ x-ი ფორმულაში 1 შეფარდებული x-ი გვაქვს და x-ის ნაცვლად ჩასმული არის 3x მინუს 1. ფორმულა გვეუბნება, რომ 1 შეფარდებული x-დან ინტეგრალია ln x-ის მოდული. ჩვენ შემთხვევაში უნდა დავწეროთ ln 3x მინუს 1-ის მოდული, რახან x-ის ნაცვლად ჩასმულია 3x მინუს 1, ოღონდ აქაც საკუთხო კოეფიციენტის შებრუნებულზე უნდა გამრავლდეს, ანუ 1/13-ზე უნდა გამრავლდეს დამატებითი მამრავლი იქნება კიდევ 1/13. ესე იგი შეიძლება თქვენ შეხვდეთ ასეთი ფუნქცია, სადაც ამ ფორმულას ვიყენებთ. და მესამე ვარიანტი, ეს იქნება ექსპონენციალური ფუნქცია, აქაც ხარისხად x-დან ინტეგრალი ისევე ხარისხად x-ი არის, ჩვენც ბუნებრივია ვწერთ ხარისხად 3-2x, x-ის ნაცვლად ჩასმულია 3-2x და ვწერთ ხარისხად 3-2x, ოღონდ კიდევ უნდა გამრავლდეს, აქ საკუთხო კოეფიციენტი არის -2, x-ის კოეფიციენტს ვეძახით საკუთხო კოეფიციენტ -2-ის შებრუნებული კიდევ
-1 მეორედი არის და აი ეს არის სულ ამ სამი ვარიანტიდან თქვენ შეხვდებათ ერთ-ერთი ვარიანტი, ეს იქნება ან ასეთი ხარისხოვანი ფუნქცია, როცა x-ის ნაცვლად ჩასმულია წრფივი ფუნქცია, ან ესეთი წილადი ფუნქცია, როცა x-ის ნაცვლად 3x რაღაც წრფივი ფუნქცია არის ჩასმული და ასეთი ექსპონენციალური ფუნქცია x-ის შეცვლილი იქნება წრფივი ფუნქციით. და ბოლოს მე-11 საკითხი ეს ეხება ფართობის გამოთვლას. ფართობის გამოთვლის დროს საზღვრები შეიძლება იყოს მოცემული, შეიძლება არა. აქ ამ შემთხვევაში საზღვრები არის x-ი უდრის 1 და x-ი უდრის 2 და ასეთი წირებით შემოსაზღვრული ფიგურის ფართობი არის ინტეგრალი 1-დან 2-მდე და ფუნქციის სახით უნდა ჩავწეროთ აი ამ ფუნქციების სხვაობა. პირველი ფუნქცია 8x-3x², მეორე 0 არის და ბუნებრივია 0 რო გამოაკლდება ამ ფუნქციას, იგივე დარჩება, ოღონდ უნდა გამრავლდეს dx-ზე. აქ არ გვჭირდება არავითარ ჩასმა, შეგვიძლია თითოეული წევრი ცალ-ცალკე ვაინტეგროთ. 8 მუდმივი მომრავლეა და ამას ინტეგრალი არ ეხება. x კუბიდან ინტეგრალი ვიცით, რომ ეს არის x ხარისხად 4 შეფარდებული 4-დან 3-ის 1 დაემატება და x ხარისხად 4 გახდება და იმავე მაჩვენებელზე უნდა გავყოთ. -3 გადმოვწერეთ, x² ვაინტეგრეთ, x კუბი შეფარდებული 3-თან. ეს ყველაფერი ფრჩხილებში უნდა ჩავსვათ და ვინაიდან განსაზღვრული ინტეგრალია და საზღვრები გააჩნია, აქ წერთ ჩასმას. ეს ხაზი ნიშნავს ჩასმა 1-დან 2-მდე. ჯერ უნდა ჩავსვათ ზედა საზღვარი 2. ამ გამოსახულებაში აქ 8 და 4 შეიკვეცება და 8 4-ზე გავყოთ 2 არის. ჯერ ესე იგი შეკვეცილია და ჩასმა მერე გავაკეთოთ, ესე იგი აქ 2x ხარისხად 4, აქ x კუბია და ახლა დავიწყოთ ჩასმა. ჯერ ზედა საზღვარი 2 რო ჩავსვათ, გვექნება 2 გამრავლებული 2 ხარისხად 4-ზე -2x კუბი. აი დავწერეთ მინუს. ახლა ჩავსვათ ქვედა საზღვარი 2 გამრავლებული 1 ხარისხად 4-ზე -1-ის კუბი. და გვიანგარიშოთ 2 ხარისხად 4 16-ია, 16 ჯერ 2 32, გამოვაკლოთ 2-ის კუბი 8. 1 ხარისხად 4 1 არის, 2 ჯერ 1 2, -1-ის კუბი 1, 2 -1 და საბოლოოდ გამოვა, რომ ფართობი არის 23, რომელიც აი ამ წირებით არის შემოსაზღვრული. ახლა განვიხილოთ მაგალითი, როცა საზღვრები არ არის მოცემული, ეს ნიშნავს, რომ მათ ბუნებრივი საზღვრები გააჩნია. საზღვრები რო ვიპოვოთ, ეს ორი ფუნქცია ერთმანეთს უნდა გაუტოლოთ. x² + 2x უდრის x + 2. და მოხსნათ განტოლება x² + x - 2. ყველაფერს მარცხნივ გადავიტანთ, ასეთ კვადრატულ განტოლებამდე მივა. აქ შეიძლება დისკრიმინანტითაც ამოხსნათ, შეიძლება ვიეტას ფორმულებით მივხვდეთ ფესვებს, თავარია ფესვები უნდა დაწეროთ სწორად. ეს არის -2 და 1, ასე რომ საზღვრები უკვე დადგინდა. ესე იგი ფართობი იქნება -2-დან 1-მდე ამ ორი ფუნქციის სხვაობიდან. ახლა ამ ორი ფუნქციის სხვაობას როცა ვწერთ, სასურველი არის, რომ დავადგინოთ ამ ორი ფუნქციიდან უფრო დიდი რომელი არის ამ საზღვრებში. ამისათვის ესეთი მიდგომა შეიძლება გამოვიყენოთ -2-დან 1-მდე რახან არის საზღვრები. მათ შორის ერთ-ერთი სასინჯი წერტილი ავიღოთ, მაგალითად 0. ჩავსვათ პირველ ფუნქციაში x-ის მაგივრად 0, ავღებულოთ 0-ს. აქ თუ ჩავსვამთ x-ის მაგივრად 0-ს, მივიღებთ 2-ს. ესე იგი, მეორე ფუნქცია პირველზე უფრო მეტი არის და ამიტომ სასურველია მეორეს გამოვაკლოთ პირველი. ნახეთ, x + 2 მეორე ფუნქცია, ფრჩხილებში ჩავწერეთ, გამოვაკელით x² + 2x პირველი ფუნქცია. ახლა ბუნებრივია ფრჩხილები უნდა მოხსნათ, x + 2 -x² - 2x იქნება.
და ჩავწეროთ ჯერ 2 დავწერეთ x - 2 x - x არის და -x კვადრატი და ეს სამწევრი გამოვიდა სულ ინტეგრალის ქვეშ და ახლა ვაინტეგროთ 2-დან ინტეგრალი 2x-ია, რახან 2x-ის წარმოებული მართლაც 2 არის. -x-დან ინტეგრალი x კვადრატ მეორედია, x კვადრატიდან ინტეგრალი x კუბ მესამედია. ჩავწერეთ ფრჩხილებში და მივუთითეთ ჩასმა -2-დან 1-მდე. და ახლა ჯერ ზედა საზღვარს ვამთ, 1 უნდა ჩავსვათ x-ის მაგივრად, აქ ვურსხებულობთ, აქ 1/2-ს, აქ 1/3-ს, ჩავწერეთ 2 - 1/2, -1/3 მინუს ფრჩხილი გავხსენე და დავიწყე ქვედა საზღვრის ჩასმა. -2 რო ჩავწერეთ, აქ -4 გამოვა. შემდეგ -2 კვადრატში 4, 4 გაყოფილი 2-ზე 2, ანუ აი -4 მეორედი მიწერია ჯერჯერობით აქ. შემდეგ -2 კუბში -8 არის, წინ კიდევ მინუსი, ესე იგი +8/3 იქნება. შეგვიძლია ფრჩხილებისგან გავათავისუფლოთ მოცემული გამოსახულება 2 - 1/2, -1/3 +4 -4/2 არის -2, ესე იგი +2 იქნება, -8/3. აქ 2, 4 და 2 იქნება 8, -1/3 და -8/3 -9/3 -3 არის, 8-ს რომ 3 გამოვაკდება 5 იქნება და გვჩება კიდევ -1/2. 5-ს რომ 1/2 გამოვაკდება, იქნება 4.1. ასე რომ ფართობი ყოფილა 4.1. აი ეს არის სულ 11 საკითხი გვექნება. ბოლო 2 საკითხი მე-10 და მე-11 ინტეგრალს დაეთმობა, მე-10 საკითხში გვაქვს განუსაზღვრელი ინტეგრალი. მე-11 საკითხში გვაქვს ფართობის გამოთვლა, რომელიც დაკავშირებული არის განსაზღვრულ ინტეგრალთან. ეს არის მოკლედ საგამოჩნდო საკითხები, რაც შეიძლება შევხვდეთ. ამით შეგვიძლია დავასრულოთ. დაგემშვიდობებით.